სიღნაღის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება პრესკონფერენციით გაიხსნა. საღამოს კი მაყურებელმა სპექტაკლი ცოცხალი ხმა იხილა. ღონისძიება სიღნაღში უკვე მეოთხედ იმართება. ფესტივალი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ტარდება. სიღნაღის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა. მოწვეული სტუმრების ჟიურის წევრებისა და სამოყვარულო თეატრალური დასებისთვის პრესკონფერენცია ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა საბა ასლამაზიშვილმა, სიღნაღის, გურჯაანის, საგარეჯოს და დედოფლის წყაროს დელეგატ გია ბენაშვილთან და კახეთის მხარში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად გამართა. შეკრებილ სტუმრებს პროგრამა გააცნო და აღნიშნა, რომ მომდევნო 7 დღის განმავლობაში სიღნაღი მრავალფეროვან და საინტერესო სპექტაკლებს უმასპინძლებს. მისივე თქმით, 2026 წლის ფესტივალი წინა წლებთან შედარებით კიდევ უფრო მასშტაბურია. საკონკურსო პროგრამაში 8 ქართული და 3 უცხოური თეატრი მონაწილეობს. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები, ვორქშოპები და საჯარო ლექციები, რომლებიც პროფესიონალებისა და თეატრის მოყვარულებისთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პლატფორმა იქნება. ფესტივალის გამარჯვებულს 5 წევრისგან შემდგარი ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაში ცდით პალუ ნიკოლოზ წულუკიძე, ფან ძინგი, ლაშა ჩხარტიშვილი და გიორგი ყაჯრიშვილი არიან. წელს სტარდება სიღნაღის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი, მეოთხე ვოიაჟია, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო. ლევანდელი წელი განსაკუთრებულია იმით, რომ პირველად არის ემიგრანტების დასი, ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ხელმძღვანელისთვის ამ ფესტივალის ნიდერლანდების სამეფოში არსებობს ეს დასი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს ჩინელი ჟიურის წევრი გვყავს და ამასაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ფართოვდება ეს თვალსაჩინო ამ ფესტივალის და მრავალფეროვანი პროგრამა იმ გაგებით არის, რომ არის ქორეოდრამაც, არის თოჯინური სპექტაკლიც, არის მთლიანად პლასტიკაში გადაწყვეტილი ყველაფერი და რა თქმა უნდა დრამატული სპექტაკლები. ასე რომ საინტერესო პერფორმანსები გველოდება ყველას ერთად. უკვე მესამე წელია ვიღებთ მონაწილეობას სიღნაღის საერთაშორისო ფესტივალში, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და როგორც ჩვენ შარშანდელმა გამარჯვებულებმა უფრო მეტი ასე ვთქვათ ყურადღებით და უფრო მეტი მოტივაციით ვართ ჩვენს წარმოდგენილები. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფესტივალი როგორც სამოყვარულო თეატრებისთვის, ასევე მოყვარული მსახიობებისთვის. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი, როგორც სიღნაღისთვის, სიღნაღის მოსახლეობისთვის, ასევე მთლიანად კახეთის რეგიონისთვის. და რა თქმა უნდა, იმ დასებისთვის, ვინც აქ ჩამოდის, წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას, გამოაქვთ ფართო ასპარეზზე, ესეთი მკაცრი ჟიურის წინაშე და ელოდებიან ვერდიქტს. მე ვუსურვებ ყველას ძალიან დიდ წარმატებას და ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი იქნება ერთ-ერთი ძალიან დასამახსოვრებელი სიღნაღის ცხოვრებისთვის. ეს ფესტივალი ჩემთვის განსაკუთრებულია, ემოციური კავშირები მაქვს ამ ფესტივალთან და მე მგონი არ ვიქნები სუბიექტური თუ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად მიყვარს მე ეს ფესტივალი. ამ 7 დღის განმავლობაში ასევე ფესტივალის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ და ჩაერთონ მასტერკლასებში თეატრის სხვადასხვა სფეროში. ამიტომ ვფიქრობ, რომ გველოდება ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი ფესტივალი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩარის და იმედი მაქვს არა, მე მჯერა, რომ ეს ფესტივალი 2026 ძალიან კარგად ჩაივლის და ველოდებით მაყურებელს სპექტაკლებზე დასწრება. თავისუფალი აქვს, ჯერჯერობით ხდება, რომ თეატრი სულ სავსეა, ვერ ეტევა მაყურებელი, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ და რაც ხდება შიგნით, ამ ყველაფერს ნახოთ შეუძლიათ თეატრის წინ ეკრანზე ღია სივრცეში. ფესტივალის პირველი დღის პროგრამა თეატრ არტ დრონის სპექტაკლით ცოცხალთა ხმა გაიხსნა, რომელიც ფესტივალზე შეკრებილ მაყურებელს წარუდგინეს. სიღნაღის თეატრალური ფესტივალი 7 ივნისამდე გაგრძელდება, მისი მთავარი მიზანი საქართველოში მოქმედი სამოყვარულო თეატრების მხარდაჭერა და მათი ქართულ თეატრალურ სივრცეში ინტეგრაციაა. 1-დან 7 ივნისის ჩათვლით ქართული თეატრალური სამყაროს ყურადღება სწორედ სიღნაღისკენ იქნება მიმართული, სადაც საკონკურსო პროგრამაში მონაწილე თეატრალური დასები ახალ ნამუშევრებს წარადგენენ. სიღნაღის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დასასრულს კი ჟიური გამარჯვებულებს 3 საპრიზო ნომინაციაში გამოავლენს.